მე წაგიყვანთა საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს ათლარს. საზოგადოება მიაწყდა მეორე დღეს ხორცის მაღაზიებს და ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა, როცა მოსახლეობა მიდიოდა და ეკითხებოდა მაღაზიებს, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ათლარში 9 კილო ხორცი იღება მაიტად და რატომღაც უარს ეუბნებოდა. და სხვადასხვა ლოკაციებზე ისე არ იყო რაღაცა შეთქმულება მოხდა და არ მომყიდო ჩუმად ხა ყიყიდი ათლარად, მაგრამ მე არ მომყიდო რომ ვიდეო ჩაწერო. არა, ეგრე არა, პროსტა მიდიოდნენ და ათლარად მომეც და იქიდან დაცინოდნენ ტიპები რა და პრემიერმა ხო უთხრა რომ მე წამოყვები და მე გაყიდინებო. შეიძლება რა არიცი, აი რაღაცა პროგრამა უნდა ჩაეწერო რა, რომ აი პრემიერი გამოყვეს. და აი თუ ჩაეწერები და პრემიერი გამოყვება, სადღაც იქ მოყიდიან. ხო, არა, ეგ საერთოდ ტექნიკურად გამოდის, რომ პრემიერმა არ მოიტყვა, რატო იცი? პრემიერი თუ გამოყვა, ალბათ მოყიდიან კი, ხე. ნაკლებადაც მოყიდიან და უფასოდაც შეიძლება მოქცენ, იმიტომ რომ თუ არ მოქცემენ დაერხება.